მიძელაშვილი აქ მინდოროს მედალს აიღებს, გონციარმა სამბრძოლა გაიარა დაამარცხა ზურგუდელი ამუკა ძაძუა, შემდეგ მოუგო თბილისის გიორგი ჭეიშვილზე, უშინ დაამარცხა ახალგაზრდა მესტიელი დავით მუშკუტიანი. შესაბამისად, თეთრი წყაროელი გიორგი მიძელაშვილი მიიღებს ეს მინდოროს მედალს სამწონაში და დავით მუშკუტიანი მესტიელი მეორე ბრინჯაოს. მესტიელებს ერთი ფინალისტი ეყოლებათ კიდევ დღეს, თეთრი წყარო არის იქნება ერთი ბრინჯაოს მედალი. ისე როგორც ყობიდა ვარიანტი. ფინალი ეს გამორჩეული შესაძლოა ისე თქვა, თუმცა ყველა ფინალი გამორჩეულია გიორგი კაპანაძე და ევროპის ჩემპიონი არტუს გონციანი. 60 კილოგრამი. ეს მარნავის მისული გაიფერი იქნება იმუშავებს იმას. აქ სამიდან შეიძლება თქვა, რომ კაპანაძეს აცია. სტილი დაახლოებით ექნება ისეთ ჩემპიონი ახლო ბრძოლის მოყვარული მოგრივია. ორივე შვილი განძლიერება და შეგვიძლია მთელი ბრძოლის შემთხვევაში გატარება განსაკუთრებით გონციანს ეხება ეს. ევროპის ჩემპიონი ის იყო 2022 წელს ერევანში. ეს იყო მისი კარიერის ყველაზე დიდი წარმატება დღემდე. ჯერჯერობით ისეთი აქტიური დაზვერვა მიმდინარეობს შეიძლება ისე თქვას. სკალაფონასტები გონციანი აღმავლინახებით ქონჩია. სულში კამართან მეტოქეს მოაწყა ხა მარცხენა ავტუშმა ახალთელებს კიდევ ერთი ფინალისტი ეყოლება დროს ეს არის ამალ ყაზარიანი 80 კილოგრამში შეხვდება ბათუმე გამაჯუტაძეს და თბილისელებს უყავთ ხასებში ერთი ჩემპიონი ყავთ უკვე მეორე ფინალისტი და ეყოლებათ კიდევ ორი ფინალისტი. შედეგიანი იყო ახლა ის გასვლა გამოცვლა იყო და მარცხენა მოატყა გონციანმა. მარცხენა ხუქი შემდეგ დაიცვა თან ისეთ საიმედო გაჩეთილი გონია თუ ახლა მოგაქვს გონციანს თუმცაც იფარავს ახესაც. ახლობით სტილის მიმდევარია ორივე როგორც ხედავთ გონციანი ერთნაირია. ხა მარჯვენა ხუქი კაპანაძემ ამჯერად შემდეგ შედეგაში შემდეგი ინდასტრია გონციის. ერთი მარცხენა ხუქი აქვს შესაძლებელი კაპანაძის მხრიდან მოსულში ბოლო წუთია უკვე პირველი რაუნდის. ისეთ კარგი დაზვერვითი პირველი რაუნდი ჰქონდა შეიძლება ასე ვთქვათ, რომ ნახავთ ჩარჯების შეფასებას.
ნამდვილ რომსიას მისცეს მსახურთიან საქმე. თეატრშია პირველ რაუნდში. ასე კომედი ისეთი დასმა ჰქონდა. თაგერ გამეორებას დაასრულებს. ისელებს კიდევ ორი ფინალისტი ეყოლებათ, ეს იქნება გიორგი ნატროშვილი 75 კილოში და ასევე ლუკა ფალიანი და ერეკლი ჩუბინაძე. ისელებს ხუთი ფინალისტი ყავთ. უბრალოდ გიორგი აპანაძე არის რუსთაველი, რა თქმა უნდა, ბოდიშნიკი. ისელებს ეყოლებათ კიდევ 3 ფინალისტი. რუსთაველებს ყავთ ყველაზე მეტი, ერთი კუბაშვილი გამოვიდა უკვე, მეორე არის გიორგი კაპანაძე და რუსთაველებიდან იქნებიან ასევე ელნურ აბდულაევი, ლუკა კვირიკაძე და ნიკოლოზ ბეგაძე. მეორე რაუნდი პირველი მოიგო გუნციანმა. მეტი აქტივობა მართებს კაპანაძეს, რა თქმა უნდა, მაგრამ შემდგომის წინააღმდეგ მას სიფრე ჭირდება თავგადასავლები ჩუტეებში დაცა. ვართ გააქტივდა ხო, მაგრამ ისეთი ფრაგმენტ კარგად გაუკავა ეს ხელები ახლო ბრძოლაში, ძირითადად ახლო ბრძოლაში მიდის მეორე რაუნდიც. ამჯერად უფროზე უნდა დაცვაზე გუნციანი. მოაწყა ახლა კაპანაძემ შემდეგ მოსელშიც მოაწყა, ეს კარგი შეტევა ჰქონდა გიორგი კაპანაძის ბოლო შეტევა მისი. შეტევა კარგი კომბინაცია ჰქონდა ლაცხელი და მარჯვენა ხუთი მარჯვენა პირდაპირ გუნციას. შემდეგ ქვემოდან მოაწყდა კაპანაძემ. კარგი იყო გუნციანი, ორი დარტყმა მის კომბინაცია, ორი ზუსტი დარტყმა ჰქონდა. კარგად დარტყმებით გამოდის ახლო ბრძოლიდან, თუმცა შემდეგ მარჯვენა აპერკუტი ჰქონდა შედეგიანი კაპანაძეს, ნახოთ ის მეტი დარტყმა გაუგროვდება რაუნდის ბოლოს. ასეთ კარგად გადის, ნახეთ ისეთ კომბინაციით ახლო ბრძოლიდან დისტანციაზე გუნციანი კიდევ შედეგიანი დარტყმა ჰქონდა მას. და მეორე რაუნდის მიიწურა, ისეთი კარგი რაუნდი ჰქონდა, ბევრი შედეგიანი დარტყმა, ძირითადად ახლო ბრძოლა იყო. ისეთი შეუტია, სცადა შეტევა ახალქალაქელმა. ბოლო 10 წამი. ისეთი გასვლა გამოსვლა წავიდა და ახაც ოდნავ უფრო შედეგიანი იყო გუნციანი. ნახოთ შედეგი როგორი იქნება მეორე რაუნდის. გაიყო ხმები, ოღონდ მნიშვნელოვნად არა, ერთმომსაგმამისა, უპირატესობა კაპანაძის 99-ის და გუნციან შესაბამისად 28 აქვს. 4 მსაჯთან გუნციანს და 1 მსაჯთან არის ეს ისეთი საგრძნობი კარგი შეიძლება გაითქვას, რომ გადამწყვეტი უპირატესობა.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამ ზონაში თეთრი წყაროელი გიორგი მიდელაშვილი გახდა ვერცხლის პრიზიორი ისე როგორც მესტირი დავით მუშკუდიანი. მესამე რაუნდი. პასუხი თითქოს პასიური ომი ქონდა, მაგრამ ელოდებოდა გემსიანი მოტოქეს და უმალ დაასწრო. მანდატუმის გასვლა გამოსვლაში ოდნავ უფრო სწრაფია მოტოქ გემსიანი. დაიწყო თავი თავში დაწყვეტს მიგერია და შემდეგ მუსელში დაწყვეტსაც მიუსწრო შემდეგ შედეგიანი თუ კარგად დავინახე აპოპოტი კაპანაძის მარცხენა მხრიდან ოქრაჩან უფრო მოგვაწესება გომციანს და შეგვიძლია 10-9 წარვისკიდეთ ეს რაუნდი საერთოდ ფილმს საერთოდ მაინც გამარჯვებული იქნება ის კაპანაძეს ჭირდება 10 მინიმუმ საერთოდ გაფიქსირებული შედეგის გამოაბილია. გამარჯვების გამოვლენა, თუმცა ორივე მხრიდან ისეთი კვალიფიციური, კარგი, აგრესიული შემტევი ტვირია. გადავიდა შემტევაში გომციანი არსებითად შეიძლება თქვა თუ დაიჭრა. კარგად დაიხია უკან გაბანაძემ ისეთი მნიშვნელოვანი დარტყმა არ გაუშვია. რუსთაველებს მეორე ვერცხლის მედალი ექნებათ და ეყოლებათ კიდევ 3 ფინალისტი. ამის მოუგე თამამად შეიძლება. 10 წამი. მეგობრებო, დაშვებდნენ ერთმანეთს, არის გომციანი ვიდეო შეხვდება საქართველოს ჩემპიონი, აქ საკითხავი არის მესამე რაუნდი ვინ მოიგო და საბოლოოდ შედეგი გაფიქსირდება, შედეგი შეიძლება იყოს 5-0 ან 4-1. გომციანის სასაფლაო. ერთიანი გადაწყვეტილებით ანუ 5-0-ია საბოლოო ანგარიში, თუმცა ჩვენ ნახავთ რომ მოიგო მესამე რაუნდი. მესამე რაუნდში იყო ერთადერთი მეორე რაუნდში კაპანაძის ერთმანეთს მისცა უპირატესობა და გადავიდა დროუნდელი დრის ერთ-ერთ გამოჩეულ ბოლოზე არ მომიგდება ამის თქმა ლეონ ბენოვი გორი და რაშა გაგნიძე